Წარმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროებს ფალსიფიცირებული თევზის კონსერვებით ამარაგებდა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმე საგამოძიებო სამსახური იძიებს ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. უწყების ინფორმაციით საწარმოდან 17,200-ზე მეტი ფალსიფიცირებული თევზის კონსერვია ამოღებული. პროდუქტებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით საკვები მოხმარებისთვის უვარგისია. როგორც ირკვევა, რიგ შემთხვევებში კონსერვის კონსერვს ექსპერტიზაც ვერ ჩაუტარდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო ექსპერტის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა. ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება გასაღების ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არ აღიარებს დანაშაულს, მას წარმოედინებს ბრალად ედება ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოება, ხიფათშემცველი პროდუქციის ეს არის განზრახი დანაშაული და თავად ბრალდების ფაბულაშიც კი არ არის მითითებული უშუალოდ ჩემი დაცვის ყოფის მონაწილეობა აი ამ მავნე პროდუქტების განთავსებასთან დაკავშირებით. არ არის დადგენილი და არავინ იცის რა პირობებში ინახებოდა ეს პროდუქცია, თუ მოხდა გარკვეული მათგანის დაზიანება, რა ხვედრითი წილია დაზიანებული, რა პირობებში დაზიანდა, რა ვადებში და სხვა უამრავი გარემოება. ამისთვის გამოძიება წინ არის, ჩვენს დღეიდან გაგვეხსნება ხელფეხი მტკიცებულებათა მოპოვებისთვის და გვჯერა რომ ამ ყველაფერს დავადასტურებთ უმავალში. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების ხარისშუა მდგომარეობა და ვინაიდან არსებობდა ბრალდებულ ივანე გოგლიძის მიმართვის მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუპარდა პატიმრობა. საქმე შეეხება სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების ფარგლებში შპს ბატონოს დირექტორის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდების ფაქტს.